დღეს ტარდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სკრინინგ აქცია, რომელიც ითვალისწინებს საშუალო ზრდოს ყელის მამოგრაფიას, ასევე ლაბორატორიული კვლევები ტარდება. კიბოსკრინინგის პროფილაქტიკის მიზნით ტარდება ეს სკრინინგი და უკვე მესამე აქცია არის დღეს ჯეო ჰოსპიტალის წინ. ჩატარდება მომდევნო დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბრის თვეში და ეს იქნება იმის გამოხატულება, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში მოხდა დაფინანსება ცეხეპატიტის B, HIV-ის, შემდეგ გლუკოზისა და წნევის კონტროლის ლაბორატორიული კვლევის პროგრამისა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 600 კაცს 5 კომპონენტიანი კვლევა ჩაუტარდა ჩვენს მუნიციპალიტეტში. დღეს ჩვენი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებიან და ატარებენ ამ სკრინინგს. ამ ეტაპისათვის 44 პიროვნება გამოკვლეულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის მიერ და რაც შეეხება მამოგრაფიაზე 21 ქალბატონია უკვე პირველი საათის მდგომარეობით ჩატარებული კვლევა, ჯავშნები უკვე საკმაო რაოდენობით არის, ველოდებით მეტაქტიობას დღის მეორე ნახევარში, მე ჯანმრთელობას უსრულებ ჩვენ მოქალაქეებს და მოუწოდებ გამოიყენონ ყველა ის შანსი, რომელიც მათი ჯანმრთელობის იქნება მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პროფილაქტიკა გაცილებით უფრო იებიჯდება ვიდრე შემდგომ მკურნალობა და გარდა ამისა აუცილებელია ხალხმა ჩაიტაროს სიცოცხლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ და მიაქციოს ყურადღება თავის ჯანმრთელობას. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 500-მდე რეინჯერი იცავს. რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 1,66,175 ჰექტარია. რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ქვაბისხევში გაიმართა. რეინჯერებს პროფესიული დღე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და დაცული ტერიტორიების თავმჯდომარემ ოთარ ედიშერაშვილმა მიულოცეს. საქართველოს დაცული ტერიტორიები ქვეყნის ფართობის თითქმის 15%-ს მოიცავს. ეს სტატისტიკური მაჩვენებელი ნათლად ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ბუნებრივი მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართ. ჩვენი მიზანია საქართველოს 6 სხვადასხვა კატეგორიის 112 დაცული ტერიტორიის ეფექტიანი მართვა, თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა და მომავალ თაობებში რეინჯერის, როგორც პროფესიის პოპულარიზაცია, განაცხადა დავით სონღულაშვილმა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ბიომრავალფეროვნება უნიკალური არის, ამას განსაკუთრებული დაცვა ჭირდება, განსაკუთრებული მოფრთხილება ჭირდება. Ზუსტად ამიტომ იქნება დაცული ტერიტორიები ქვეყანაში და ამ დაცულ ტერიტორიებს რა თქმა უნდა სჭირდება შესაბამისი მოვლა, რომელსაც უზრუნველყოფენ ჩვენი რეინჯერები. პირველ რიგში მინდა მიულოცო მათ რეინჯერებს საერთაშორისო დღე უსურვო ზუსტად ისეთივე ენთუზიაზმით და შემართებით ყოფნა, როგორც აქამდე იცავდნენ თავის სამშობლოს ამ უნიკალურ ნაწილს და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ამ პროფესიის დაფასება, მოფრთხილება, რადგან ეს არის ხალხი, რომელიც ურთულება ჩვენს ბიომრავალფეროვნების გამორჩეულ ნაწილს განსაკუთრებულად და კიდევ ერთხელ ულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს. ტრადიციულად ღონისძიების ფარგლებში სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის და პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ რეინჯერები, რომლებსაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს ტრაგიკულად დაღუპული რეინჯერების ხსოვნას. იმერეთის რეგიონში ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დღესთან დაკავშირებული სერვისების მიღების გამარტივების მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით ჯამში 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყო. ახალი ადმინისტრაციული შენობები აშენდა ონში, ამბროლაურსა და ცაგერში, ხოლო სამშენებლო სარემონტო სამუშაოები დასრულებულია ლენტეხში, ასპინძაში, დუშეთში, საჩხერესა და ზესტაფონში, რაც შესაძლებლობას მისცემს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე კერძო სექტორს საჭირო ინფორმაცია და მომსახურება ადგილზე მიიღონ. შესაბამისი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სატყეო სამსახურების გაძლიერების მიზნით დამატებით აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობები, რაც ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. შეუფერხებლად ისარგებლონ სატყეო სააგენტოს სერვისებით. სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერება სატყეო რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღნიშნავს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი მიქელაძე. რეგიონული სატყეო სამსახურების გაძლიერებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების
განვითარების მიზნით საქართველოს მასშტაბით აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობები, რაც აგრეთვე ადგილობრივ მოსახლეობას გაუმარტივებს სააგენტოს სერვისების მიღებას. სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება სატყეო რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გათენება მიხარია, იმიტომ რომ მოვდივარ ჩემს მაღაზიაში, ჩემს ყვავილებთან, ველაპარაკები პატარა ბავშვივით, შევალ გადავავლებ თვალს, ვაიმე ხო კარგად არიან, მართლა, ოღონდ ეს შეგვიძლია ყოველდღე და ვარკვანიერებ, ყველას გადავხედავ და ვიწყებ ხაიბლების გაკეთებას და რა ვიცი, აი სტიმული გეძლევარ, აი მიყვარს ეს საქმე და რა ვქნა მართლა. სილამაზე მიყვარს, ყვავილები მიყვარს და გადავწყვიტე რო განეკეთებინა მაღაზია და მოვაბი ესე თავი და რა ვიცი, აბა ფიქრობთ რომ რა ვიცი, ყველა კმაყოფილი დარჩება, მომხმარებელი მინდა რომ კმაყოფილი იყოს, ფასები მინდა რომ ცოტა შედარებით ეხლა დაბალი როგორ, ხელმისაწვდომი რო იყოს. ძალიან შრომატევადია რომ გითხრათ სიმართლე. მაგრამ რა ვიცი, მაინც მიყვარს ყვავილები და მაინც ეს გადავწყვიტე. ტემპერატურა უნდა რა 8 გრადუსი, 7 გრადუსი, 6 ესე დაბალი ტემპერატურა უნდა რომ არ გაგვიფუჭდეს ყვავილი და ზარალი არ ვნახოთ და რა ვიცი ისე უნდა თავისებური მოვლა წყლის გამოცვლა უნდა ძალიან ხშირად ყოველ მეორე დღეს წყალი უნდა გამოუცვალო თუ მინდა რომ გააძლოს ერთი კვირა ყვავილმა. მოგემოვნებით ვაწყობ ახლა ამას ფერებსაც მომხმარებელი როგორ ფერსაც მეტყვის იმ ფერს დავაწყობ ისეთ აიგულს გაუკეთებ, რომ კმაყოფილი ნაბიჯს მომხმარებელი თავარი. არის მთავარი, რომ მე მომწონს ყვავილებთან, აი ველაპარაკები ყვავილებს რასაც ქვია. მიყვარს ძალიან ყვავილები. ყველანაირი ყვავილი მიყვარს აბსოლუტურად. ეზო მაქვს, ბევრი ყვავილი მაქვს, ვარდები მაქვს, ძალიან ბევრი, ყველანაირი ფერის ვარდი მაქვს. ქოთნების ყვავილებს იმდენად ვერ უვლი რა, იმდენად აი ჩემთან არ ხარობს, მაგალითად მინდა ასე რომ თქვა. ვცდილობ, მაგრამ იმდენად ვერა, რამდენად ეზოს ნაძვები მაქვს ბევრი და ვარდები, აი გამწონება მეყვარს და ეზოს უვლი მართლა მეყვარს ეზო მეყვარს, საკუთარი სახლი მეყვარს, ეზოთი და ყვავილებით და რა ვიცი. 10 წელი ამაზე რო ვფიქრობდი, რომ ზესტაფონში გადავაისაცხოვრებდა და ყვავილების მაღაზიას გავაკეთებ, მაგრამ ვერ მოხერხდა ასე, რომ შემოვრჩი იქეთ, დიდხანს შემოვრჩი. შვილები კი წამოვიდნენ აქეთ, მე და ჩემი მეუღლეც გადმოვედით უკვე ეს წელიწადი აქეთ რო გადმოვედით რა, რამდენიმე თვეა წელიწადია და აი მომანდომია ეს სულ რაღაც 2 თვეში გავაკეთე. სწავლებლად დავდიოდი სამტრედიაში. სწავლე და ერთი თვე სერტიფიკატით ავიღე და თქო აიგულებსაც ვაწყობ, სარიტუალოსაც ვაკეთებ ისეც ვინც მოგცემს ზაქას რომ ასაწყობია ჯვრები არამია, ყველაფერს ვაკეთებ. ყვავილებიც მინდა შემოვიტანო და ველაპარაკე უკვე დისტრიბუციას და მინდა რომ კარგი უცხო რაღაცა შემოვიტანო და მალე სექტემბრიდან ეგეც ვექნება. საჩუქრები ვექნება კიდე ბევრი. ჩემს მაღაზიას ქვია ორქიდეა, მქონდა და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ გახსნის დღეს გაიყიდა ძალიან ბევრი. ეხლა შემომტანების არ აქვს ჯერჯერობით, იმიტომ რომ ცოტა რთული საშუალია, მაგრამ აგვისტოს ბოლოდან შემოვიტანთო მილდებიან და ორქიდეით მინდა რომ დავალამაზო ჩემი ვიტრინა. დღეს ვატარებთ მაინც აქ. საღამოთი მივდივართ სახლში, სადაც ხარ იქ უნდა და მომხმარებელი მინდა რომ დავაინტერესო. რაღაცა ახალი შემოვიტანო სიახლეები, ვსწავლობ კიდე ახალ ბუკეტების გაკეთებას. ის როგორ უნდა სურათს მაჩვენებენ ასეთი გამიგეთ და ვაწყობ და klienti რო გაწავა გახარებული ჩემთან აი ეს სიახლეს